საგარეჯოს მუნიციპალიტეტში პირველი წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია შეიქმნა, რომელიც 194 ფერმერს აერთიანებს. შედეგად გიორგი წმინდა, ნინო წმინდა და წყაროს თავისუფლებში სარწყავი წყლის მიწოდება და სამელიორაციო სერვისები გაუმჯობესდება. ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და სამართლიან განაწილებას. საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ახლად შექმნილ გამგეობის წევრებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ასეთი ორგანიზაციები ქვეყნის მასშტაბითაც განვითარდება. ვფიქრობ, რომ სწორი გზით ვითარდება აღნიშნული პროცესი და პირველ გაჩენილ ამ სეგმენტს მოყვება ეგრეთ წოდებული წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია, მოყვება კიდევ ბევრი სხვა ორგანიზაციები, არა მარტო კახეთის მასშტაბით, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ჩვენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სწორად მორწმის პროცესს განავითარებს. ფერმერთა გაერთიანება მოგცემს შესაძლებლობას, რომ მივიღოთ ბენეფიტები სახელმწიფოსგან, უპირატესად მივიღოთ წყალი და უკვე მომავალი წლიდან განსხვავებული შედარებით დაბალი ტარიფით მივიღოთ წყალი. სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ადგილობრივმა, ასე ვთქვათ, ჯგუფმა, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული წმოს არეალში დახმარების კუთხით.